ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები და თვალებ ახვეული და ხელებ შეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. Რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან ის იყო თვალებ ახეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი 2 წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება. ბიძინა ივანიშვილის მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, მე როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა. არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის.